ნიკა მელიას ბრალი წარედგინა. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მუხლი ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. აქტიური ადამიანი, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში არის ჩართული ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, მათი გზები დროდადრო გადის ეგრეთ წოდებულ პროკურატურაზე, ეგრეთ წოდებულ სასამართლოზე, ეგრეთ წოდებულ ციხის საკნებზე, მაგრამ ყველაფერი დროებითი იძულებულია რეპრესიები გაზარდოს, მაგრამ ამ რეპრესიების გაზრდას ხომ აქვს კონკრეტული ლიმიტი. მე პირიქით დღეს კიდევ უფრო ვწლუნდები, რაც უფრო მეტ რეპრესიულ ნაბიჯს გადადგავს ივანიშვილი, რაც არ უნდა პესიმისტურად იყოს ბავანი განწყობილი, ხო? ივანიშვილის ხელისუფლების შესვლასთან დაკავშირებით, ეს რეჟიმი შეიცვლება. ეს რეჟიმი ვერ გახდება საბჭოთა საქართველო.